მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მომწონხართ და მომწონს თქვენი გადაცემა. ხომ წაიმერეთ რა ის თუ კაფური. აბა შეგვიძლია სთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ უკვე დამდეგ შობა ახალ წელს. ბედნიერი წელი ყოფილიყოს ეს საქართველოსთვის. Rodis Daiko, თქვენი მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო 1978 წელს. მე როდესაც მივედი სახელმწიფო კაპელაში, ზაირა უკვე დიდი ხნის წევრი იყო კაპელის. და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. შემდეგ ამის მერე სიონის საკათედრო ტაძარში გუნდში ვეროდით ერთად საპატრიარქო გუნდში და შემდეგ მე როდესაც დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი დავინიშნე ისნის რაიონის კულტურის განყოფილების გამგედას მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარედ. და ქონდა ანსამბლი ძალიან კარგი ანსამბლი ქალბულო იმ პერიოდში მართლა კარგი ანსამბლი იყო და რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ჩვენ ამ ანსამბლიდან. ესე იგი ჩვენ როგორც მზიამ თქვა, ჩვენ 78 წლიდან მეგობრები ვართ. მე 70 წლიდან კაპელის მომღერალი ვიყავი. შემოგვერთდა მზია 78 წელს კაპელაში ვიყირო და ერთად მოვიარეთ მთელი საბჭოთა კავშირის ყველა 15-ვე რესპუბლიკა, მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის. გარდა ამისა, სიონში გალობდით ერთად ვიყავით მართლმადიდებლური ეკლესიების მიწვევით ვედეირი იყო ესეთი ფერგეში ვიყავით ფედერაციულ რესპუბლიკაში სიონის საკათედრო ტაძრიდან და საკმაოდ დიდი მოწონება ჰქონდა ჩვენ გალობას. პატრიარქისგან ვართ დაჯილდოებული მეც და მზიაც სიგელებით. გარდა ამისა, მანამ ქალგულოს შემდეგ დიდი ისტორია გვაქვს თუ შეიძლება მოვყვებით. ესე იგი, შევქმნით ერთი წელი ვარსებობდით, ტრიო ღიმილი იყო ესეთი, იმ პერიოდში, როცა მზია იყო ისნის რაიონის კულტურის განყოფილების გამგე და ტრიო ღიმილი ვერიკო მჟავანაძე, მზია და მე ვატარებდით კონცერტებს. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენი მეგობარი წავიდა გერმანიაში და ამ პერიოდში მოხდა ისე, რომ შევხვდით ლელა თათარაიძეს. ლელა თათარაიძე და მზია დიდი ხნის მეგობრებიც იყვნენ და ერთად სწავლობდნენ. ლელა და მე ერთად სწავლობდით საგანმანათლებლო სასწავლებელში, სერგო ზაქარიაძის სახელობის დაამთავრეთ საგუნდო სადირიჟორო. ლელა წავიდა თავის რაიონში, მუშაობდა ასწავლიდა სკოლაში და მე ჩემ რაიონში გაგვანაწილეს უბრალოდ. მე შემდეგ როდესაც გავიდა წლები, ისევ შევხვდით ერთმანეთს და მითხრა ლელა, მოდი გავაკეთოთ ტრიო. კი ბატონო, გავაკეთოთ რითი და მესამე ხმა გვჭირდებოდა და ეს აირაც
ვიპოვეთ მაშინ ჩვენ მეგობრები ვიყავით და ვთხოვეს აი ეს და ასე ჩამოყალიბდა ქართული ჰანგი.